საღამოშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშურდია ვარ, ახალმბებში ნახავთ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მზაობა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, რაც წერს დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალურ წერილში. საქართველოს თურქმენეთს შორის გაფორმებული დეკლარაცია და თანამშრომლობის მემორანდუმები. თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. შეხვედრა მთავრობის მეთაურთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და პრეზიდენტთან. რა გზავნილები გააჟღერეს ორი ქვეყნის ლიდერებმა. პოლიტიკური ტერორიზმის საფრთხეები და დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე არსებული გამოწვევები. მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. უსამართლო თავდასხმების ეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებული ევროპული ინსტიტუტები და ცილის წამებაზე აგებული რეზოლუციები. რას უკავშირებს ხელისუფლება ევროკავშირის მიმართ ნდობის შემცირებას. მმართველი გუნდის პასუხი ევრობიუროკრატების შანტაჟის პოლიტიკას. როგორ უნდა გადაიჭრას მიუსაფარი ცხოველების გავრცელების პრობლემა? რა რეკომენდაციებით მიმართავს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ხელისუფლებას? დაავადების გადამტანი მწერების გავრცელების აქტიური სეზონი და მედიკოსების რეკომენდაციები მოსახლეობას. რა რჩევებს გასცემენ სპეციალისტები ტკიპისგან თავის დასაცავად? ორმხრივი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის და კიდევ ერთი პოზიტიური სიგნალი ვაშინგტონიდან. საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა უკვე შტატების პრეზიდენტმა დაადასტურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ ოფიციალურ წერილში დონალდ ტრამპის სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივ ძალისხმევაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ პროგრესის მიღწევა და მშვიდობიანი მომავლისკენ სვლა ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი. შტატების პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილის მილოცვისთვის და აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი არის დაარსებისა და თავისუფლების სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევის სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღნიშნავთ, რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში. გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს, სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ. პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გამყარება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი. თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. სერდარ ბერდი მუჰამედოვს თბილისში დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა. შეხვედრა მთავრობის მეთაურთან, პრეზიდენტთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მთავრობის მეთაურთან გამართული შეხვედრების შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. დეტალებით საულმე კოპრონიძე. ახალი შეთანხმებები და ახალი იმპულსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. საქართველო და თურქმენეთი თანამშრომლობის გაღრმავების ახალ ეტაპზე გადადიან. ამ გზავნილით შეაფასა პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შუა აზია ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ინტერესის რეგიონია, ხოლო თურქმენეთი საიმედო პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც თბილისი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველო აპირებს საკუთარი სტრატეგიული როლი მსოფლიო მნიშვნელობის შუა დერეფნის პროექტში სრულად იყოს ათვისებული და ჩვენი ქვეყანა იყოს ეფექტიანი დამაკავშირებელი ევროპა-აზიას შორის.
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუადერეფნის განვითარების მნიშვნელობას და მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე. საუბარი ასევე შეეხო კულტურისა და განათლების მიმართულებით პარტნიორობასაც. ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებით და გამოთქვით მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ ურთიერთქმედება ამ მიმართულებით. ჩვენს პარტნიორობას აბსოლუტურად უდევს ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის ხარდაჭერა. საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. ეს უკვე თურქმენეთის პრეზიდენტმა განაცხადა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მზაობა დაადასტურა. სერდარ ბერდი მუჰამედოვის განცხადებით პრემიერთან შეხვედრის შემდეგ საქართველო თურქმენეთს შორის ურთიერთობები პრაქტიკულ თანამშრომლობაში ახალ ეტაპზე გადადის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პროექტებს. ორივე ქვეყანა მზად არის ერთობლივი მუშაობა გააგრძელოს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საერთაშორისო პროექტებში. თურქმენული მხარე განსაკუთრებით დაინტერესებულია კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტებით და საპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენებით. საქართველო თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. თურქმენეთი აფასებს საქართველოს კონსტრუქციულ პოზიციას საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით. მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ვიხარია რომ ფართოვდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაეროსთან თანამშრომლობის მექანიზმები. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენი ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე აყვანას. ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთს საქართველოს ბიზნეს ფორუმზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები. მაგალითად, წარმოებული პროდუქციის მიმოცვლა და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნეს ურთიერთობებს, ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას და გვსურს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს ჩვენი ეკონომიკური კავშირები. ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ ტრასეკას სატრანსპორტო დერეფანში და ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა ამ პროექტების ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე ასევე სხვა მონაწილე მხარეებთან. ორი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებებამდე გაიმართა შეხვედრა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქმენეთის პრეზიდენტს შორის პირისპირ ფორმატში, შემდეგ კი უკვე გაფართოებული დელეგაციების მონაწილეობით. დღესვე ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის 24-მდე მნიშვნელოვან დოკუმენტს და მემორანდუმს მოეწერა ხელი, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, კულტურის და სხვა მიმართულებებით. მინისტრის მოადგილეების დონეზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და იმუშაობენ როგორც განათლების, ასევე მეცნიერების და განსაკუთრებით ახალგაზრდობის სფეროში გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე და დაიგეგმა ჩემი ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში სექტემბრის დასაწყისში. ძალიან სასიხარულოა, რომ როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ისე თეატრალურ და სხვა სამუზეუმო დაწესებულებებს შორის დაიწყება დიდი კულტურული მიმოცვლა და ვფიქრობ თურქმენეთის კულტურის დღეები ამის კარგი მაგალითი იყო. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს ეპოქაში თანამშრომლობა მეგობარ სახელმწიფოებთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან ჯანდაცვის სექტორში და ამ მიმართულებით. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, ყველა იმ შესაძლებლობის გაზიარებას, რომელიც უკავშირდება პირველ რიგში ცოდნას, გამოცდილებას. საქართველოს საგარეო ეკონომიკურ დღის წესრიგში შუა აზია სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ახალი შეთანხმებები, ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოება და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავარ მიზანს საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხისა და რეგიონში ქვეყნის პოზიციების კიდევ უფრო გამტკიცებას ემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში თანამშრომლობა და განსაკუთრებით ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფელი თანამშრომლობა, რომელიც გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბოლოდროინდელი ალბათ თქვენთვის ყველასთვის შესამჩნევი ადვილად ურთიერთობა აზიის, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან სწორედ ამას ემსახურება და ემსახურება საქართველოს ყველა მხრივ და შემთხვევით არ ვამბობ ამას დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და პოზიციების გამყარებას რეგიონში. თურქმენეთის პრეზიდენტის და დელეგაციის ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დილით დაეშვა. თბილისში თურქმენულ მხარეს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.
მაღალი რანგის სტუმარმა აეროპორტიდან პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ინვესტიციების წახალისება, ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა და სერდარ ბერდი მუჰამედოვმა განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველო-თურქმენეთის ბიზნეს ფორუმის, რომელშიც ორი ქვეყნის სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელმა. სერდარ ბერდი მუჰამედოვის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. პოლიტიკური ტერორიზმი, როგორც გლობალური გამოწვევა და ერთობლივი ძალისხმევა მისი პრევენციისთვის. საკითხზე მსჯელობა ვაშინგტონში მინისტერიალის ფარგლებში შედგა. ღონისძიება შტატების სახელმწიფო მდივნის მიწვევით ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას მინისტერიალის მონაწილეებს პოლიტიკური ექსტრემიზმის საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებისა და საზოგადოების პოლარიზების მცდელობები საერთაშორისო ინსტიტუტების ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება. ასეთი იყო მაკა ბოჭორიშვილის მთავარი გზავნილი, რომელმაც დემოკრატიის სახელით მოქმედი რადიკალური ჯგუფებისგან მიმდინარე რისკებზე ისაუბრა. საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისშიც, უფრო ვრცლად ნინი საულქვაძის სიუჟეტში. ვაშინგტონი პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების წინააღმდეგ 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიომ უმასპინძლა. მათ შორის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის სუვერენიტეტსა და გამოწვევებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება დღევანდელი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე უმნიშვნელოვანესია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადიკალური ჯგუფები ხშირად დემოკრატიის სახელით მოქმედებენ, თუმცა მათი რეალური მიზანი კონსტიტუციური ინსტიტუტების დასუსტება და საზოგადოების პოლარიზაცია, რაც განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ეს პროცესი გარე დაფინანსებით არის მხარდაჭერილი. ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში რადიკალური ჯგუფების სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის ხშირად დემოკრატიის სახელით, თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა. რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას, ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ. არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებს პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს. ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მარკო რუბიომ ღიად ამხილა ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობასა და ინსტიტუტებზე თავდასხმებს ლეგიტიმურ პროტესტად ამართლებდნენ. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ულტრამემარცხენე ტერორიზმი ახალი მოვლენა არ არის, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია პირველია, რომელიც მის დასამარცხებლად სპეციალურ სტრატეგიასა და საერთაშორისო პარტნიორულ ქსელს ქმნის. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო კოორდინაციის აუცილებლობას იმ რადიკალური ძალების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეების მშვიდობას. ნებისმიერი ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაცვა. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის მიზეზი, რის გამოც ამ დარბაზში წარმოდგენილ ყველა ქვეყანას აქვს შესაბამისი ინსტიტუტები. ჩემს ქვეყანაში ძალაუფლების მქონე არაერთი ადამიანი არაერთხელ ამართლებდა ძალადობისა და ტერორიზმის აქტებს, როგორც პოლიტიკური გამოხატვის ლეგიტიმურ ფორმას. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მემარცხენე საქმეს ემსახურებოდა, ულტრამემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმის თანამედროვე ეპოქის ახალი მოვლენა არ არის. ტრამპის ადმინისტრაციის შეერთებული შტატები პირველად ქმნის პარტნიორულ ქსელს და სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ულტრამემარცხენე ტერორიზმის დამარცხებას. სამიტის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იყო იმ გამოწვევებზე სასაუბროთ, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში გაიარა.
ჩვენ კარგი მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორ ხდება განსაკუთრებით გარე დაფინანსებით, უცხოური დაფინანსებით რადიკალური ძალების ახალისება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ და სწორედ ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა აღელვებდეს საერთაშორისო საზოგადოებას. საინტერესო დისკუსია შედგა კოლეგა მინისტრებს შორის, მნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება. ვაშინგტონის მაღალი დონის სამიტში საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მოვლენად და ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში პოზიტიურ ნიშნად აფასებენ მმართველ პარტიაში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, როდესაც საუბარია პოლიტიკურ ტერორზე, საქართველო ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მთავრობის მეთაური ამ კონტექსტში 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს და 2020 წლიდან ქვეყანაში რევოლუციის ხუთ მცდელობას იხსენებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მუდმივი პოლიტიკური ტერორი უცხო აგენტურის დაკვეთაა, რასაც მმართველი გუნდი გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმებით პასუხობს. მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა, ხო? რა პროცესები გამოვიარეთ, რევოლუციის მარტო ხუთი მცდელობა გამოვიარეთ. ეს ხო არაფერია თუ არა პოლიტიკური ტერორი. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით ამ პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად. მათ შორის გამჭვირვალობის კანონი იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. სხვა ნაბიჯები, რაც გადაიდგა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ცვლილებები, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული ნორმების გამკაცრება და ამ შემდეგ. ეს ყველაფერი, მათ შორის ის რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის გავრცელებას, ეს ყველაფერი არის კანონმდებლობა და ნაბიჯები პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. და თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, გამოვიდა წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაშინდელი ელჩი და განაცხადა, რომ ეს იყო შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო, როდესაც სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართულ ხალხს შესაძლო ნორმალიზების გზაზე. ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან. მეორე, დიახ, საქართველოს აქვს ძალიან მწვავე და მწარე გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რაცაც ამბობენ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის თანამშრომლები, წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, საქართველოს საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოსცადა ის, რასაც დღეს შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საუბრობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო სხვა სახელმწიფოს ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ, არასამართლიანი დამოუკიდებულება, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო. საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით იმყოფებოდა. უსამართლო თავდასხმების ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებული ევროპული ინსტიტუტები და ცილისწამებაზე აგებული რეზოლუციები. საქართველოსთან მიმართებაში კოორდინირებული შანტაჟის პოლიტიკა მმართველი გუნდის შეფასებით ევრობიუროკრატების ღირებულებითი კრიზისის მკაფიო დემონსტრირებაა. სწორედ მსგავს უსამართლო მიდგომებს უკავშირებს ქართული ოცნება ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების მიმართ შემცირებულ ნდობას საქართველოს მოსახლეობაში, რასაც თავად ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს. გარეთ თავდასხმების პასუხად კი ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტად კი კვლავ ეროვნული ინტერესები რჩება. ანა შანიძე ამბობთ. გადავთ, რომ პირდაპირ ევუთო ჩართეს უკვე ევუთო საპარლამენტო ასამბლეის სახით ამ კოორდინირებულ შეტევაში ქართული ხალხის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრისთვის საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის მორიგი ფაქტი ის რეზოლუცია, რომელიც ევუთო საპარლამენტო ასამბლეამ გასულ კვირას მიიღო და რომელიც ოფიციალურ თბილისში მორიგ მტრულ აქტად შეფასდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქართველი ხალხის მიმართ მსგავსი უსამართლო დამოკიდებულების გამოძახილია, როდესაც თავად ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევით საქართველოში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა შემცირებულია. ეს არის რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხედავს საზოგადოება, ქართული ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება. არის განწყობილი მტრულად ქართული ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით. ასე დროს რა თქმა უნდა ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც, რაც კვლევებით დასტურდება, მათ შორის ეგრეთ წოდებული ევრობარომეტრის კვლევებით, რაც ძალიან დასანანია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რაღაც მომენტში
ეს ყველაფერი შემოტრიალდება, ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილების მიღებას. ევროპულ ღირებულებებს აცდენილი ევროპული ბიუროკრატიის შესახებ საუბრობს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ევროპის იმიჯს და ევროპის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულებას სწორედ ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები აზიანებს. ევროპა ყოველთვის იყო ქართველის გონებაში ღირსება, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობა, ქრისტიანული ტრადიციული კულტურა და ევროპიუროკრატია აბსოლუტურად ამისგან განსხვავებულს გვაჩვენებს თავისი გადაწყვეტილებებით. და რაც უფრო დიდხანს იქნება ასეთი დამოკიდებულება ევროპიუროკრატების მხრიდან, მით უფრო მათ შორის სამწუხაროდ ამ ევროპის მიმართ პატივისცემასაც ყავლი გაზდის, ეს სამწუხაროა, ეს არ არის კარგი ამბავი. ოღონდ ევროპიუროკრატიის გამოისობით. ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს. ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები არის სხვაგან. ევროპული სტრუქტურების რეპუტაციული ზიანის პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობას ჯო ვილსონის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მოსწონს და სამართლიანად მიაჩნია. ვიღაც რა თქმა უნდა სამართლიანი გახვალ ძალიან ლოგიკურია ეს პოზიცია და არანაირი ბიუროკრატიის და რაღაც ტერმინებსაც იყენებენ, თითქოს დამძიმება როს მდგომარეობის ბრალი ეს არ გახლავთ. საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომების შესახებ საუბრობენ სახელმწიფო გუნდში. ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, რომ გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ ახლა უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოექცა, რომელიც ქართულ ხალხს ესწორლის მექანიზმად იქნა გამოყენებული. როგორ შეიძლება ნდობაზე ვისაუბროთ, ზოგადად, როდესაც ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს და თუნდაც გადაწყვეტილებებს ხო რეზოლუციების სახით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით შემოიფარგლება, სიცრუით არის გაჯერებული. ცხადია, ამ ყველაფერს ქართული ხალხი ძალიან კარგად უყურებს, შეფასებასაც აკეთებს, ანალიზსაც აკეთებს. გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ ექცევა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია. ნახეთ, რომ ბოლოს ეს ყველაფერი დაემართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასაც, რომელიც პირდაპირ ეუთოს ფუძემდებულ პრინციპებსა და წლების განმავლობაში არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ეს არის გამოყენებული სხვადასხვა ფლანგიდან საქართველოსზე და საქართველოს მოსახლეობაზე შეტევის განსახორციელებლად. ამ რეზოლუციებში არსებული ჩანაწერების მიხედვით არსებობს ერთი პარალელური სამყარო. ესეთი შთაბეჭდილება შევა თითქოს მიზანმიმართულად ხდება ამ ნდობის ნგრევა, რამე თუ ყველა ესეთი გადაწყვეტილება რეზოლუცია იქნება ეს თუ კონკრეტული ნაბიჯი ევრობიუროკრატიის მიერ გადადგმული, რომელიც შინაარსობრივად არ ესადაგება ქართული ხალხის ნებას, წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33 სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია რამდენიმე კვირის წინ მიიღეს. მორიგ უსამართლო დოკუმენტს ოფიციალური თბილისი მორიგი პრინციპული პოზიციით შეხვდა, როცა საქმე ეროვნულ ღირებულებებს და სუვერენიტეტის დაცვას ეხება. საქართველოს ხელისუფლებისთვის კომპრომისები არ არსებობს. რა ღირს ნიკა გვარამიასთვის ომი და ქვეყნის განადგურება მმართველი გუნდის შეფასებით ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი სწორედ ოპოზიციონერი ლიდერის აღიარებით გამოჩნდა. უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ პარტია ახალის ლიდერი მედიასთან აღარ გამოჩენილა, თუმცა ყოფილი იდეოლოგიის გამართლება დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ სცადა. მათგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს ქართულ ოცნებას, რომლისთვისაც ამორალურია ომით განადგურებული ქვეყნის საშუალებით ხელის მოთმობაც და ფინანსური სარგებლის მიზნით მშვიდობისთვის საფრთხის შექმნაც. ამასთან მმართველი გუნდი გვარამია სპეკულაციების პასუხად განმარტავს, რომ ტრილიონებზე საუბარი სიცრუეა, ხოლო ომის შედეგად განადგურებული ქვეყნისთვის გამოყოფილი ფული არა საჩუქარი, არამედ სესხი იქნება, რომლის გადახდაც უკრაინის მოქალაქეებს მოუწევთ. სოსო ელისაშვილი გიამბობთ. ნიკა გვარამიას განცხადებას თითქოს ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ტრილიონებს დაახარჯავენ პრემიერ-მინისტრი манипуляცია დაფასებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით ქვეყნის ეკონომიკაში, რომლის მოცულობაც 200 მილიარდია, ტრილიონებს არავინ ჩადებს, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება ფინანსების ჩადების რეალურ მოტივებს, მთავრობის მეთაური მოლდოვის მაგალითსაც იხსენებს, სადაც ქვეყანას დიდი რაოდენობით სესხები მისცეს, რამაც ეკონომიკა შეამცირა. ისტერიული გამოხდომებია სინამდვილეში, 1 ტრილიონებს რაც შეეხება მთელი უკრაინის ეკონომიკა არის დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი. ძალიან კარგად ვინც ერკვევა ოდნავ მაინც ეკონომიკაში, ძალიან კარგად იცის, რომ 200 მილიარდიან ეკონომიკაში ტრილიონებს არავინ არ ხარჯავს მათ შორის აღდგენას. არ ვიცი არც ერთი შემთხვევა,
სადაც კონკრეტული ძალები, ეგრეთ წოდებული deep state და მისი გავლენით მოქმედი სტრუქტურები შევიდნენ და ქვეყანა აყვავეს. ასეთი მაგალითი არის მოლდოვა რომ ავიღოთ. მოლდოვა არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობა არის დაახლოებით 3 მილიონი, ხო? არც კი. აავსეს სესხებით და ეს სესხები მოგვიანებით მოლდოველი ხალხის მიერ იქნება გასასტუმრებელი და რა ხდება ამ დროის განმავლობაში. ბოლო 3 წლის განმავლობაში მოლდოვის რეალური ეკონომიკა შემცირდა. ჩვენ მოლდოვას გავასწარით ამ პერიოდის განმავლობაში 13.5 მილიარდი დოლარი. გვარამიასა და მისი თანამოაზრეების რეალურ მიზნებზე ვიცე-პრემიერმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, სინამდვილეში მათ ისაწუხებთ, რომ ქვეყნის ომში ჩართვა და შემდეგ დაღუპულების სიცოცხლით ვაჭრობა არ შეუძლიათ. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, კიევს ტრილიონების ნაცვლად დიდი ოდენობით სესხებს მისცემენ, რისი გადახდაც მოსახლეობას მინერალების, სხვადასხვა რესურსების, წიაღისეულის, მიწისა თუ სხვა სახით მოუწევთ. ეს წამოწდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე, ისევე როგორც აღმოჩნდა ვიღაცებისთვის არ დავაკონკრეტდები უკრაინელების სიცოცხლე, იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ გაყიდონ სიცოცხლე ადამიანების. ისინი ნერვიულობენ იმაზე, რომ როგორ არ ჩაერთო საქართველოს ომში და მე ადამიანების სიცოცხლით როგორ ვერ ივაჭრეს იმ ხალხთან, რომელიც არანაირ ტრილიონებს არავის ახარჯავს ჯერ ერთი. გაავსებენ სესხებით და არა ტრილიონებით, ნაკლებით, გაცილებით, ოღონდ სესხებით, მერე მინერალებს, მერე სხვადასხვა რესურსებს, მიწას, წიაღისეულს და ასე შემდეგ წაიღებენ, გადაინაწილებენ და ამისთვის ბრძოლაში იქნებოდნენ ისინი წარმატებულები, ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. გარეთ მათი პატრონები უფრო ნერვიულობენ ამაზე, რომ საქართველოში ეს ვერ მოახერხეს. ნაციონალურ მოძრაობაში ნიკა გვარამიას ეთანხმებიან, ამბობენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილ თანხებს მიესალმებიან, თუმცა იმაზე საუბარს, რომ მათ მიერ გაჟღერებული დახმარება რეალურად სესხია, თავს არიდებენ. სააკაშვილის გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ევროკავშირის სესხებით მხოლოდ მეგობარ ქვეყნებსა და გასაჭირში მყოფ სახელმწიფოებს ეხმარება. რაც უფრო მეტი დაიხარჯება არის კარგი, დასავლეთის მხრიდან ინვესტიციები განხორციელდება იმ ქვეყნებში, რომლებიც იქნებიან მეგობრები დასავლეთის, მათ შორის ალბათ ახლა უკრაინას გარდა ამ მეგობრობისა აქვს ეს ძიმე გამოწვევა, როგორც ვიცით, მათ შორის სხვა ქვეყნებში, სადაც ომი არ ყოფილა, მოლდოვაშიც მაგალითად ალბათ ბევრი დასავლური ინვესტიცია შევა, თუმცა ახლა საქართველოსთან მიმართებაში გასაგებია, რომ ასეთი მოლოდინები ვერ გვექნება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ აგენტურული ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას თვალთმაქცობითა და ტყუილებით ცდილობს. ქართულ ოცნებაში იხსენებენ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომაც დახმარება სესხის სახით მიიღო, რისი გადახდაც სახელმწიფოს მოუწია. სახელისუფლებო პარტიაში უსვამენ ხაზს, რომ დაღუპული ადამიანების განადგურებული ქალაქებისა და ეკონომიკის კომპენსირება ვერანაირი თანხით ვერ მოხდება. წარმოუდგენელი განცხადება მოვისმინეთ Deep State-ის წარმომადგენლის მხრიდან კონკრეტულად გვარამიამ გააკეთა აღნიშნული განცხადება, რომ მას შემდეგ რაც უკრაინა მოიგებს ომს, ტრილიონებს დაახარჯავენ და საქართველოს არაფერი არ შეხვდება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ Deep State და მისი აგენტურა დღემდე მისდირის იმას, რომ საქართველო არ აყვა მათ ავანტიურას, არ ჩაერთო ომში და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი. გვარამიას განცხადება რამდენიმე შინაარსის მატარებელია. საქართველო ვერ მიიღებს თანხებს, იმიტომ რომ არ იყო საქართველოს გამოყენებული პროქსი სახელმწიფოც, ხოლო მეორე მხრივ ეს არის გამართლება 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთვის მიცემული თანხებისა, რომელიც შემდეგ კოლექტიურმა რაზმოძრაობამ საკუთარ ჯიბეებში გაანაწილა და ამ სესხის სახით გადმოცემული თანხის გადახდა საქართველოს მოსახლეობას უწევს. ზუსტად იგივე იქნება უკრაინის შემთხვევაშიც. უკრაინის საგარეო ვალი, რაც ქვეყანამ სესხის სახით მიიღო, ამ დროისთვის 236.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა კი 109.9%-ია. პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლებს შუახევში გამართული შეხვედრისას ადგილობრივი მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ, მოქალაქეებმა გახარიეს საპარლამენტო გუნდისგან მოითხოვეს განმარტება, თუ რატომ არ დაუჭირეს მათ მხარი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს, რომელიც LGBT ცხოვრების წესის პროპაგანდას ზღუდავს. მოქალაქეებმა პარტია საქართველოსთვის წევრებს უთხრეს, რომ ისინი იმ ლიდერის პარტიას წარმოადგენენ, რომელმაც ქვეყანას უღალატა, რის შემდეგაც ქვეყნიდან გაიქცა და პასუხისმგებლობას თავი აარიდა. ბატონო პარლამენტის წევრო, ჩვენ ხო და ჩვენ სპეციალურად უნდა გადავიღო, რატო და გითხრა, მე როგორც მოქალაქე ქალბატონო არ გამოვთავ, იმიტომ რომ მეჩინება, მე როგორც რიგითი არა მიპასუხეთ როგორც საქართველოს მოქმედმა პარლამენტის წევრმა, თქვენ რა წარმოადგენს ოჯახის ღირებულება.
თქვენ ზუსტად წარმოადგენთ ჩვენთვის ოჯახის ღირებულება, რასაც წარმოადგენს თქვენ. სიწმინდე. წმინდათა წმინდა ეს არის ერთი. ხო, და თქვენ პოლიტიკურ ძალა რატომ მიიღო გადაწყვეტილება რომ პარლამენტში ამ პროპაგანდის აგზა ამ პარლამენტში არ დაუჭირეთ ხარი. არასწორი ინფორმაცია გაქვს შე. ვიღებ ხო, რა თქმა უნდა, აი რატო არ დაგადავიღო სრული უფლება მაქვს, სრული უფლება მაქვს რომ გადავიღო. არასწორი ინფორმაცია. ხო. არა, შეცდომაში ხარ შეყვანილი. ხო და გამიმარტებეთ კი იმიტომ ვიღებ რომ გამიმარტე. იმარტა. ხო. არ გვესწავლება ჩვენ არავისკ. რა არის ოჯახური ღირებულება? თქვენთვის არაფერი არ ნიშნავს. ხარი არ დაუჭირეთ ამ კანონს. მაქშუაშია. ამ კანონს თქვენ ხარი არ დაუჭირეთ. არ ჩუნდებიან, მაგრამ მაქშუაშია, იმიტომ რომ ისინი იტყუებიან. ხო და გამიმარტეთ თუ იტყვი მე გაუძლები. მე ვიცი რომ თქვენ პარტიამ არ დაუჭირა ხარი. ისაც ვიცი რომ ღალატის პარტიას წარმოადგენთ. ღალატის პარტიას აგიხსნით. თვითონ მეგეწმერე. გახარია წარმოადგენდა იყო. ხმადაბლა. გახარია წარმოადგენდა. გახარია წარმოადგენდა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი. ხო და რომელმაც იმ ღირებულებას უღალატა. თქვენ ლიდერი გაქცეულია. გაქცეულია. სამართალ დამცავებს არის და თავი. რას არის და თავი, კაცო? ძალიან კარგად ისი რა. გაქცეულია სამართალ დამცავებს მოღალატია. აგიხსნათ რატომ არის მოღალატე. კარგი ახლა თქვენი პარტიას წარმოადგენთ, რომელსაც ოდეთ ქვეყანა შეგყავდნენ ომში. ომში გიდოდათ ხო ჩაგერთო? სამშობლომი რატომა და გაიქცა? პატრიოტებით ვსაუბრობ. კითხვებზე გვიპასუხეთ. რატო არ დაუჭირეთ? რაც კი ახლა რატო დავიდეთ? ახაური ვარ. მე ვარ დიმიტრი სიტყვებს რომ იმეორებ რაღაც დაზეპირებული. და თქვენ მოღალატე პარტიას წარმოადგენთ. მე დიმიტრი ვარ. გახარია მიმღირებულებას უღალატა და ღირებულებითაც ვიბრძოდით ერთად შეცდა მე როგორც საქართველოს მოქალაქე გიხსნით რომ თქვენ პარტია ხო არის მოღალატე თქვენი ლიდერი ხო და გიხსნით იმ ღირებულებას ხო და გიხსნით იმ ღირებულებას უღალატა პრემიერ-მინისტრი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო იმ ღირებულებას უღალატა რა ღირებულებითაც შენ და მე ერთად ვიბრძოდით შეარაღებული ძალების ვეტერანი ვარ და თქვენ ქვეყანა ომში გიდოდა შეგეყვანა ჩემნარი ვეტერანები და გაგახადათ ბევრი კიდე იმიტომ გიდოდათ ქვეყანა ომში შეგეთრია ქვეყანა და შეგეთრიათ ომში შეყვავდა ჩვენ თქვენ ზუსტად ერთადი პარტია თქვენ იყავით რა ვის დაგაერთიანით ვის ღირებულებზე მიაწევდით ქართველ ერმა ნაწილმა განდო მანდატს არ გაუფრთხილდით მე შეხველდით და ქვეყნის ღირებულებისთვის ერთი კარგი საქმე არ გაგიკეთებიათ რა თქმა უნდა LGBT ხო LGBT არ დაუჭირეთ ხარი ეგ ჩვენი უფლებაა როდის შევაგზა როდის არა ადამიანს ცემდნენ და 100 თქვათ ხარიას ვის ეძახდნენ ვინ არის თქვა ხო ვის ეძახდნენ თქვათ ხარიას ვის ეძახდნენ თქვენ 2012 შენ მე მგონი თუ დაწყნარდებით დაწყნარებული ვარ მაგრამ თქვენ მატყუებთ საჯარო სივრცეში აგრესიული რიტორიკის პროვინციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს მონიტორინგით კი დასტურდება რომ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შექმნიდან თვენახევარში 200-ზე მეტი კანონდარღვევა გამოავლინა. სასამართლომ კი ამ დროისთვის რამდენიმე ათეული პირი ცნო კანონდამრღვევად. სიძულვილის ენის გამოყენების შემცირებულ სტატისტიკაზე დღეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ღირსების შელახვა ნორმად ვერ დამკვიდრდება. ნანკო წითელაშვილი კი ამბობთ. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის და მისი მრევლის საჯარო შეურაცხყოფისთვის თამაზ კვინტრაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა. სამართალდამრღვევმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ბილწი კომენტარის დაწერისას ნასვამი იყო. პიროვნებამ აღიარა მის მიერ ჩადენილი სამართალდამრღვევის ფაქტი, მოინანია და სასამართლოს დადგენილები ცნობილთა სამართალდამრღვევად და განისაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. დღესვე სხდომა გაიხსნა ფორმულას ჟურნალისტის ვახო სანაიას საქმეზე. სანაია სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე უკვე ორჯერ არის დაჯარიმებული. მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კი მოსამართლემ ადვოკატის ჩართვა მოითხოვა. აღნიშნულის გათვალისწინებით სხდომა გადაიდო. ფორმულას ჟურნალისტმა საჯაროდ შეურაცხყოფა პარლამენტის თავმჯდომარესა და ვლადიმერ ბოჟაძეს მიაყენა.
აღნიშნული სამართალდარღვევის საქმე იქნებოდა რიგით მესამე ფაქტი, რაზეც იმსჯელებდა თბილისის საქალაქო სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ბატონო ვახტანგ სანაიას უწყება კანონით დადგენილი წესით ჰქონდა ჩაბარებული, ვინაიდან მუხლი სახდერის საკითხით ითვალისწინებს პატიმრობას, სასამართლომ ჩათვალა საჭიროდ დაენიშნა სავალდებულო დაცვა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრმა. მამუკა მდინარაძის განცხადებით ზიზღისა და შეურაცხყოფის შემცველი კომენტარები სოციალურ ქსელში მნიშვნელოვნად შემცირებულია. მისივე თქმით, მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკის მიზანია შეურაცხყოფა საზოგადოებაში ნორმად არ იქცეს და ადამიანებს შორის ურთიერთობის კულტურის გაუმჯობესება შეუწყოს ხელი. რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკურად რომ მივუდგეთ და ციფრების და რიცხვების დონეზე რომ მივიდეთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენი მიზანი ვთქვათ გულწრფელად რა არის. ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა ნორმად არ მიიღო და წესად არ დაიმკვიდრონ. და ამას ემსახურება სწორედ ეს მიდგომა. შეიძლება დღეს იყოს მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა და მკაცრი სამართლებრივი გადაწყვეტა მიმართებით, მაგრამ ეს გრძელვადიან, საშუალოვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს იმას, რომ ნორმად ვერ იქცევა შეურაცხყოფა. სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფელ გამოხატვასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევის საქმეებს მთელი საქართველოს მასშტაბით საერთო სასამართლოები იხილავენ. ამ დროისათვის გამოვლენილია 200-ზე მეტი კანონდარღვევა, რამდენიმე ათეული პირი კი სამართალდარღვევადაა ცნობილი. ეგრეთ წოდებული რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებულ სპეკულაციებს დღეს დედაქალაქის მერმა და ვიცე-პრემიერმა უპასუხეს. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლების განმარტებით შენობა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს და მისთვის რაიმე ფუნქციური დატვირთვის მოძებნა ვერც ინვესტორებმა შეძლეს. თბილისის მერის შეფასებით უფუნქციო შენობა ნაგებობის აშენებაში ათეულობით მილიონი ლარის დახარჯვა წინა ხელისუფლების მხრიდან გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. მამუკა მდინარაძის განცხადებით კი დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიის მეპატრონეები მზად არიან ის ნებისმიერ პირს საჩუქრად გადასცენ. ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო, ვერც ერთმა ინვესტორმა ამ ეგრეთ წოდებული კულტურული ძეგლის ჭკუაზე მოყვანა, როგორც ჩვენთან ვიტყვით ხოლმე. სისტემა, რომელიც ელემენტარულად არ რომ შეხვიდე შიგნით ამ შენობაში და გადარჩენის საშუალება რომ მოგეცეს, ჯდება გაცილები ძვირი ვიდრე თავად ეს შენობა. გაცილები ძვირი. შეუძლებელი გახდა, რომ აი ყველა ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ამ შენობასთან, ამბობდა რომ ჯერ ერთი უხარისხოდ ნაშენები, უხარისხოდ, მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალზე გათვლით. რიყის დოკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო სრულად უფუნქციო შენობა ნაგებობა, აბსოლუტურად გაუმართლებელი, როდესაც თავის დროზე ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ყველანაირად უფუნქციო და შესაბამისად ის არის დღეს კერძოდ მესაკუთრე. მუნიციპალიტეტს და ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის კერძო საკუთრება. საქართველოში გამოწვევად რჩება მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გავრცელება. ერთიან ნეიტრალური საქართველოს ხელისუფლებას ძაღლების რაოდენობის ზრდით გამოწვეულ საფრთხის პრევენციის მიზნით კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს. პარტიაში ცხოველთა უფლებადამცველი NGO-ების პოლიტიკურ манипуляციებზე საუბრობენ, რომლის მიზანიც არა ცხოველებზე ზრუნვა, არამედ სხვადასხვა თემებით პოლიტიკური დაპირისპირების გამოწვევაა. ნეიტრალურ საქართველოში მიაჩნიათ, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით ქვეყანაში რაციონალური მიდგომა უნდა დაინერგოს და კანონმდებლობა გამკაცრდეს. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. მიუსაფარი ძაღლების პრობლემა საქართველოში წლებია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პრობლემის მოგვარებას ჰუმანური მიდგომებით აქტიურად ცდილობს, ბოლო პერიოდში მიუსაფარი ძაღლების საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა და ეგრეთ წოდებული უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან არაერთი სპეკულაციის საგნად იქცა. სწორედ ამ თემას ვრცელი პოსტით ეხმაურებიან ერთიან ნეიტრალურ საქართველოში. პარტიის განცხადებით, საკითხს გარკვეული ჯგუფები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მათი თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ თავს ცხოველთა უფლებების დამცველად წარმოაჩენენ, რეალურად მიუსაფარი ცხოველების თემას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ. პარტიის შეფასებით, ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკოაქტივიზმი მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგიის ნაწილია. ამ ჯგუფების წარმომადგენლები
წარმომადგენლების დიდი ნაწილი კი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც საზოგადოებას ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდნენ. განცხადებაში ამის თვალსაჩინო მაგალითად გრეტა ტუნბერგის საქართველოში ვიზიტს ასახელებენ. ტუნბერგი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამტარებელია, საქართველოში რევოლუციური პროცესების მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ეს ეგრეთ წოდებული ეკოაქტივიზმი და ცხოველების უფლებებისთვის ბრძოლა ჭყალებში, რა თქმა უნდა, არის ლიბერალური დღის წესრიგის ნაწილი. მას არაფერი საერთო არ აქვს არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან. ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი კონკრეტული ძალების ხელში, გლობალურადაც და მათ შორის საქართველოშიც და ჩვენ ხედავთ, რომ ის აქტორები, ვინც ამ მიმართულებით ასე ძალიან აქტიურობენ, არიან სწორედ ის ადამიანები, ვისაც ხედავთ სხვადასხვა დროს რევოლუციურ ბარიკადებზე და სხვადასხვა ეგრეთ წოდებული NGO სექტორის და აგენტურული ქსელის წარმომადგენლები. ერთიანი ნეიტრალური საქართველო ხელისუფლებასაც აკრიტიკებს. მაგალითად მოჰყავს ბათუმში დაგეგმილი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა. პარტიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება თითქმის 9 მილიონი ლარია. მსგავსი ხარჯი გაუმართლებელია, რადგან საქართველოში სხვადასხვა სტატისტიკით 350-დან 400,000-მდე მიუსაფარი ძაღლია. ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით კი ამ რაოდენობის ცხოველებისთვის თავშესაფრების აშენება შეუძლებელია. ბატო შაქარაშვილი ამბობს, რომ ასეთი მიდგომა პრობლემას ვერ მოაგვარებს. თუ მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა გაიზრდება ადამიანებზე თავდასხმების შემთხვევებიც. ეს კი საფრთხეს შეუქმნის როგორც მოსახლეობას, ისე ტურიზმს. მისი შეფასებით გარკვეული ძალების საბოლოო მიზანი კი ქვეყნის მუდმივ კრიზისსა და არასტაბილურობაში დატოვებაა. თავშესაფრის აშენება, ამაში მილიონების ჩასხმა და შემდგომ იქიდან ამ ცხოველების კვლავ საზოგადოებაში და ქუჩაში დაბრუნება პრობლემის გადაჭრა კი არა, ძალიან სახიფათო სპირალია, ამიტომ რომ ერთის მხრივ იზრდება მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა, მეორე მხრივ ხარჯავთ ფულს ბიუჯეტიდან და არანაირი ეფექტი არ გვაქვს. ზეწოლა NGO სექტორიდან ხორციელდება, იმიტომ რომ ეს არის ზოგადად ლიბერალური დღის წესრიგის ნაწილი, რომ ადამიანი არ უნდა იყოს როგორც თავარი ღირებულება და ხელისუფლებას არ უნდა კონდეს საზრუნავი ადამიანის კეთილდღეობაზე. ბატო შაქარაშვილს მაგალითად საერთაშორისო სტატისტიკაც მოჰყავს. მაგალითად იტალიაში 1000 მოსახლეზე 10 მიუსაფარი ძაღლი მოდის, ესპანეთში 25, თურქეთში 47, ხოლო გერმანიასა და ნიდერლანდებში ეს მაჩვენებელი თითქმის 0 ტოლია. საქართველოში კი ყოველ 1000 მოსახლეზე 135 მიუსაფარი ძაღლი ფიქსირდება. პარტიის წევრების შეფასებით იმ ქვეყნებში, სადაც პრობლემა შემცირდა, მთავარი აქცენტი მკაცრმკანონმდებლობასა და პასუხისმგებლობაზე გაკეთდა და არა მხოლოდ თავშესაფრების მშენებლობაზე. ნეიტრალური საქართველო ხელისუფლებას მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისკენ მოუწოდებს. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და იმ ქვეყნებში, სადაც მიუსაფარ ძაღლთა რაოდენობა არის მინიმალური ან საერთოდ არ გვხვდება ქუჩებში, ეს მათ არ მიუღწევიათ მხოლოდ თავშესაფრების აშენების გზით, არამედ არის ძალიან კომპლექსური მიდგომა, მათ შორის არის სელექციური ევთანაზია, მათ შორის არის პასუხისგებლობის გაზრდა, მათ შორის ჯარიმები და სისხლისამართლის პასუხისგებლობაც კი იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აიღებს პასუხისგებლობას შინაური ცხოველის ყველაზე, შემდეგ მიატოვებს და ქუჩაში გაუშვებს. პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხრიდან უკვე მრავალი წელია ქმედითი ნაბიჯები იდგმება. ხორციელდება ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება და რეგისტრაცია, რაც მიზნად ისახავს ქუჩაში მათი უკონტროლო გამრავლების შემცირებას და როგორც ადამიანების, ისე ცხოველების უსაფრთხოების დაცვას. პროგრამა საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს და ეტაპობრივად ფართოვდება. ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი ამას 3 მიმართულებით ახორციელებს. პირველი ეს არის პატრონიანი ცხოველების ძუძაღლების სტერილიზაცია, მეორე ეს არის ძაღლების მასიური იდენტიფიკაცია და მისი ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია და მესამე მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია. ნეიტრალური საქართველოს შეფასებით არსებული მიდგომები პრობლემის მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს და ხელისუფლებას კანონმდებლობის გამკაცრებას ურჩევს და მოუწოდებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნებს აღარ ახყვეს.
როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადების გადამტანი მწერებისგან. მედიკოსები მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავენ. ივლისიდან სექტემბრამდე ტკიპების გავრცელების სეზონი აქტიურ ფაზაშია, რის გამოც სპეციალისტები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ექიმების მთავარი მითითება ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება და სპეციალური დამცავის საშუალებების გამოყენებაა. პროფესიონალები განმარტავენ, რომ კანზე ტკიპის დროული აღმოჩენა და მისი სწორი მოცილება ინფიცირების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. მარიამ ნებიერიძე გიამბობს. მაღალი ტემპერატურა და მწვანე საფარი ტკიპების აქტივობის სეზონს განაპირობებს. სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. პარაზიტები, რომლებიც ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე გარემოში რჩებიან, მათი ნაკბენი შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც პარაზიტის მოცილება დროულად არ ხდება, რის გამოც მნიშვნელოვანია მისი სწრაფი აღმოჩენა და შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა. თუ შენიშნავ თუნდაც პატარა ტკიპს, რომელიც განთავსებულად ხელსხალზე, დაელოდებით ნურაფერს დაუყოვნებლივ მიიღეთ სომები და ამოიღეთ ტკიპის სხეულიდან. ერთი თვის განმავლობაში დააკვირდით საკუთარ ჯანმრთელობას. თუ გაგინვითარდათ თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, გუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხოლო ნაკბენი არის გარშემო შეწითლება, რომელიც შემდგომ ზომებს იცვლის, სასწრაფოდ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ტკიპები ძირითადად გვხვდებიან ბალახიან, ბუჩქნარ და ტყიან ტერიტორიაზე. ისინი არ დაფრინავენ, მცენარეებზე ბინადრობენ, რის შემდეგაც სხეულზე გადადიან და კანის სხვადასხვა მონაკვეთს ეკვრიან. ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მოშორება უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად. რეკომენდირებულია წვრილწვერიანი პინცეტის გამოყენება. არ არის რეკომენდირებული ეგრეთ წოდებული ხალხური მეთოდები, როგორიცაა ზეთის, ვაზელინის ან სხვა ნივთიერებების წასმა. მოცილების შემდეგ ნაკბენის ადგილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმისადმი მიმართვა. ყველა ტკიპა არ არის ინფიცირებული. ამდენად ყველა ნაკბენისგან არ ხდება დაავადების გადაცემა. ტკიპები ბინადრობენ ცხოველებზე, იკვებებიან როგორც ცხოველიც, ასევე ადამიანის სისხლით. ანუ როცა ტკიპა მოკბინა ცხოველს, რომელსაც აქვს ეს ვირუსი, მას შეუძლია გადაიტანოს ადამიანზე და ამ შემთხვევაში ხდება დაინფიცირება, ეს იქნება ყირიმგონგო თუ ლაიმის დაავადება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს თბილისსა და რეგიონებში ტკიპების აქტიური გავრცელება ფიქსირდება. გამოვლენილია პარაზიტების კბენის და ინტოქსიკაციის არაერთი შემთხვევა, მათი უმეტესი ნაწილი ბავშვებში. დაავადების გადატანისთვის სჭირდება 48-72 საათი, რომ ბორელიოზი დაემართოს ადამიანს დაავადებული ტკიპის შემთხვევაში. ანუ 3 დღე მაინც უნდა იყოს ორგანიზმზე მიმაგრებული. შესაბამისად, რეკომენდაცია არის ასეთი, რომ ყოველ დღე ბავშვი ეზოში როცა ითამაშებს ან პარკში, ბუნებაში იქნება სასეირნოდ, აუცილებლად დავბანოთ და კარგად დავათვალიეროთ. განსაკუთრებით თავისთმიანი ნაწილი. თბილ სეზონზე სიფრთხილე და პრევენციული რეკომენდაციების დაცვა ტკიპებთან დაკავშირებული რისკების შემცირების წინაპირობაა. სამცხე ჯავახეთში ტყის ეკოსისტემის დაცვის მიზნით ბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ღონისძიებები გრძელდება პარალელურად ადიგენისა და ბორჯომის პლატოს ტყეებში დაზიანებული ხეების მოჭრა და ტყიდან გატანა მიმდინარეობს. სამუშაოების მიზანი მავნებლის გავრცელების შეზღუდვაა. რეგიონში ფერომონიანი მწერსაჭარებით მონიტორინგიც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში უკვე 140,000-მდე ბეჭდავი ქერქიჭამია განადგურდა. დეტალებით ლევან წუწუნავა. ტყის ეკოსისტემების დაცვა და ბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების შეზღუდვა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით სამცხე ჯავახეთის რეგიონში ადიგენისა და ბორჯომის პლატოს სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. სამუშაოებს სამცხე ჯავახეთის სატყეო სამსახური ახორციელებს. ხორციელდება მავნებლით დაავადებული ხეების ტყიდან გატანა. ასევე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, პლატოს ტერიტორიაზე. ასევე აღსანიშნავია სანიტარული ჭრებთან ერთად მავნებელთა ბრძოლის მეთოდი არის ფერომონიანი მტერჭერები, რომელიც განთავსებულია ტყის მთლიან პერიმეტრზე. ბოლო 10 წლეულებში ტყეში ფიტოსანიტარული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მიზეზი პირველ რიგში კლიმატური პირობების ცვლილება, ხოლო შემდგომ მავნებელი მწერის მასობრივი გავრცელებაა. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, სანიტარიული ჭრები მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. ღონისძიება ამცირებს მავნებლის გამრავლების კერებს და ხელს უწყობს ტყის ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებას. ის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება და გაუმჯობესება ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, ნებისმიერი სატყეო-სამეურნეო საქმიანობა, ისეთები როგორიც არის ტყის აღწერა, მოვლა აღდგენის ღონისძიებები თუ სანიტარული ჭრები, სწორედ
ამ მიზანს ემსახურება. სანიტარიულ ჭრებთან ერთად ეროვნული სატყეო სააგენტო ბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგს ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებითაც ახორციელებს, რაც მავნებლის პოპულაციის დინამიკის შეფასებისა და შესაბამისი მართვის ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. მიმდინარე წელს სააგენტო სპეციალისტებმა უკვე 3 ეტაპის მონიტორინგი ჩაატარეს. ამ დროისთვის ფერომონიანი მწერსაჭერების საშუალებით დაჭერილი და განადგურებულია 140,000-მდე ბეჭდავი ქერქიჭამია. მიმდინარეობს 1300 ცალი მწერსაჭერის გამოყენებით მავნებლების დაჭერა. ამ ეტაპისთვის უკვე განხორციელებული გვაქვს 4 მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც უკვე დაჭერილი და განადგურებულია სულ 150,000-მდე მავნებელი ხოჭო. ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს აგრძელებს. პარალელურად მიმდინარეობს ტყის ტერიტორიების გაწმენდა სტიქიის შედეგად მოთხრილი და მოტეხილი ხეებისგან, რაც ტყის ეკოსისტემის აღდგენისა და ახალი კერების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. 10 წელი მარტვილის კანიონის გახსნიდან საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას 1,700,000 მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. ამ დროის განმავლობაში კანიონზე განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოიწყო სანაოსნო სივრცე, დაემატა ზიპლაინი, ამჟამად კი ვირტუალური რეალობის სისტემის დანერგვა მიმდინარეობს. ტურიზმის განვითარებამ ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასაც შეუწყო ხელი. გაიზარდა ტურისტული ობიექტების რაოდენობა და შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. დეტალებით სოსო ხოფერია. მილიონი წლის წინ ბუნებისგან შექმნილი ეს უნიკალური ლანდშაფტი დღეს ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მარტვილის კანიონი 10 წლის წინ 2016 წელს გაიხსნა და მას შემდეგ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიად იქცა. 10 წლის განმავლობაში კანიონს 1,704,000-ზე მეტი ადამიანი ეწვია. მე ყაზახეთიდან ჩამოვედი და ძალიან მომწონს აქაურობა, ლამაზია ბუნება და მაქვს სურვილი კვლავ ჩამოვიდე. მომეწონა კერძები, ვურჩევ სხვებსაც რომ აუცილებლად უნდა დააგემოვნონ ქართული, განსაკუთრებით მეგრული სამზარეულო. ჩვენ მარტვილში ფესტივალზე ჩამოვედით, თუმცა დავინტერესდით აქაურობით და მოვინახულეთ კანიონი. აღფრთოვანებულები ვართ აქ ნანახით. ძალიან მოგწონს და ვეტყოდი სხვა ტურისტებსაც, რომ ეს სილამაზე აუცილებლად უნდა ნახონ. 700 მეტრიანი წრიული საფეხმავლო მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და სტუმრებს ბუნებისა და ისტორიის ერთიან სივრცეში ამოგზაურებს. მარშრუტი დადიანების ისტორიულ ბილიქს მიუყვება და ვიზიტორებს კანიონის უნიკალური ლანდშაფტის ახლოდან გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. მარშრუტის მთავარი ღირსშესანიშნაობა მდინარე აბაშაზე ნავით გასეირნებაა. 300 მეტრიანი სანაოსნო მონაკვეთი სტუმრებს კანიონის სიღრმეში ამოგზაურებს. იქ, სადაც ბუნების მასშტაბი ყველაზე შთამბეჭდავად იგრძნობა. საქართველოს სტუმრობა ძალიან მოსწონთ, პირველ რიგში ჩვენი ხალხი მოსწონთ მასპინძლობა და რა თქმა უნდა ჩვენი ღირსშესანიშნაობა მოსწონთ ძალიან ბევრი რაღაცა მოსწონთ, იმიტომ რომ აი პოსტსაბჭოეთის შემდეგ ძალიან შეცვლილია საქართველო უფრო განვითარებისკენ, უფრო წინ მივიძვით. 10 წლის წინ მარტვილის კანიონის ტურისტული განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. მას შემდეგ დაცულ ტერიტორიაზე არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული და სანაოსნო ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა ღამის განათების სისტემა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვირტუალური რეალობის სისტემის დანერგვა. დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის განახლება და რეაბილიტაციაც. კანიონში მოსულ ვიზიტორებს ვთავაზობთ სხვადასხვა მომსახურეობას და მუდმივად ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად რაღაც ახალი შევმატოთ. აქ მოსულ ვიზიტორს შეუძლია ისეირნოს ფეხით, გადაადგილდეს ნავით, უნიკალურ ხეობაში, ასევე გადაუფრინოს კანიონებს და ჩანჩქერებს ზიპლაინით. გვაქვს ღამის განათება, რომელიც არანაკლებ ლამაზია, როგორც დღისით. მარტვილის კანიონის უნიკალურობა საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია. 2019 წელს ის ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს კანიონის განსაკუთრებულ ბუნებრივ და ლანდშაფტურ ღირებულებას. მარტვილის კანიონის განვითარება მხოლოდ ტურისტების რაოდენობის ზრდას არ ნიშნავს. დაცული ტერიტორიის განვითარებამ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 10 წლის წინ კანიონის მიმდებარედ მხოლოდ ერთი რესტორანი იყო. დღეს მათი რაოდენობა 13-ს აღწევს. საოჯახო სასტუმროების რაოდენობა კი 1-დან 200-მდე გაიზარდა. რეგიონში აშენდა 15 მაღალი სტანდარტის სასტუმრო და დაარსდა 7 მარანი. კანიონის ადმინისტრაციაში 150 ადამიანი მუშაობს. 350 კი თვითდასაქმებულია. 10 წელია რაც ოფიციალურად ვიმსახურებით, გუშინ და იუბილე და საკმაოდ ესეთი შევთავაზეთ მარტვილელებსაც, რომ სანაოსნო მონაკვეთი და შემოსასვლელი ღია იყო მარტვილელებისთვის. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უფასოდ მომემსახურეთ.
შევეჩვიეთ და თანაც უკვე სასიამოვნოც არის ერთგვარად, იმიტომ რომ ჩვენი დასაქმების წყაროა ერთადერთი. მარტვილის კანიონი რო არ ყოფილიყო, ფაქტიურად ვერც ერთი ვერც საოჯახო სასტუმრო და ვერც კოტეჯი ვერ იარსებებდა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. მარტვილის კანიონის 100-წლიანი ისტორია ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. აქ დაცული ბუნება ტურისტულ გამოცდილებად იქცა. ტურიზმი კი ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების ახალშესაძლებლობად. კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში თანამედროვე სტანდარტების პარკი მოეწყო. საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, გამაჯანსაღებელი და საბავშვო ზონა. ძაღლებისთვის განკუთვნილი კინოლოგიური კუთხე. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სხვადასხვა სახის დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორია აღიჭურვა თანამედროვე საპარკო ავეჯით. ახალი სკვერი დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. დიდ დიღომში მესამე მიკრორაიონში 1 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. 30-ე კორპუსის მიმდებარედ ცხოვრებლებს ახალი დასვენებისა და აქტივობისთვის განახლებული პარკი აქვთ. პროექტის ფარგლებში ტერიტორია სრულად მოწესრიგდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. გამწვანდა გარემო, რომელიც საშუალებას გვაძლევს როგორც უფროსებს, ასევე პატარებს, მთელი დღე გავატაროთ სასიამოვნოდ, დიდი ხანი ველოდებოდით ამ პარკის გახსნას. ახალ სივრცეში განთავსებულია საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო ზონა და სხვადასხვა დანიშნულების პავილიონები. პროექტი ასევე მოიცავს ძაღლებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კინოლოგიურ სივრცეს, გარე განათებასა და სარწყავს სისტემას. რეკრეაციული სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. ძალიან სასიამოვნო გარემო არის, ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია. პირველ რიგში აქ მცხოვრებ ადამიანებს ეკნებათ სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განტვირთვას, დასვენებას, ვარჯიშსაც. ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობისას განსაკუთრებული ყურადღება გამწვანებას დაეთმო. ტერიტორიაზე 2751 ნერგი დაირგო, ხოლო 5300 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი მწვანე საფარით დაიფარა. ტერიტორია იყო სრულად გაუვალი, იყო შემოღობილი სხვადასხვა ტიპის უნებართვო ღობეებით, მოხდა აღნიშნული ღობეების დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება. ამის ნაცვლად მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათება, სარწყავი სისტემა. სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ, ეს არის უკვე მესამე პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე დიდი დიღომში მიმდინარეობს და ზოგადად მოსახლეობა მოყოფილია ესეთი რეკრეაციული სივრცეებით. ჩვენი მხრიდან სამუშაოები გაგრძელდება და კიდე არაერთ პროექტს განვახორციელებთ დიდი დიღომში. რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს იყო პოსტოვის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე. მე ორშაბათამდე გამშვიდობებით.